გავედი აი უკუღმარიკის ბოლოშიც, ბოლო ორი თვალი მოგსოვე ერთად, მე ერთი თავისუფალი თვალი. აი ეს. ხა მოტრიალდეთ და ეხლა ისევ წაღმარიკში ბიჯის თვალი გაქვთ, მე მომდევნო თვალს ტოვებ და აი ეს შემდეგ თვალში, აი ესე ქვედა კედელიც და აქ გვინდა ჩვენ 3 თვალი ნამატის გარეშე. პირველ თვალზე მე გავაკეთებ ნიშნულს, ხო, ოციერებლად. გირჩევთ თქვენს. 1, 2, მესამე. ეხლა გვექნება მატება, ესე იგი მეოთხე თვალში, ხო? 1, 2. მეორე თვალზე ნიშნული. ხო, გახმაურობს ეს ჩემი სახელური, მე გვინდები ავდგე და ისე მოგსო, რომ ახლოს არ იყოს მაგიდასთან. გავასწორებ. აი ესე. ესე იგი მოგსოვეთ, მატება გავაკეთეთ, ხო? 3 თვალი იყო, შემდეგ იყო 1 მატება, ანუ მეოთხე თვალში მატება და ისევ 3 თვალი. 1, 2, 3 და ისევ მეოთხე თვალში მატება. ანუ ესე იგი ამ ადგილას გავაკეთე მატება და ეხლა აქ. ანუ ეხლა ამ გვერდით ნაწილზე ორჯერ არის, ხო? აქეთაც ასევე იქნება მეორე მხარეზეც. ესე იგი 1 და 2. ეს არის ესე იგი მატებებს შორის გვაქვს 3 თვალი. აქაც ნიშნულს გავაკეთებ, ხო? მეორე თვალზე მატების. ნახეთ? დააკვირდით, აი აქ მატება აქ გაქვთ 1, 2, 3, მერე მატება. თავიდანაც აი ნიშნულის ჩათვლით პირველ მატებამდე 3 თვალია. ეხლა ეს 11 თვალი აქ გახსოვთ, ხო? აქ ჩვეულებრივი მატების გარეშეა. ეს ადგილი იქსოვება სულ ასე. აი 11 თვალი გვაქვს ეხლა, აი ნიშნულის შემდეგ და ეხლა ვაკეთებთ მატებას მე-12 თვალზე. 1 და 2. აქაც ნიშნულს ვაკეთებთ. ეხლა გავივლით 3 თვალს მოგსოვ. 1, 2, 3 და მეოთხეში მატება. 1 და 2. აქაც გავაკეთოთ ნიშნული მეორე თვალზე. ეხლა აქ გვაქვს წესით 3 თვალი და ეს პლუს ბოლო თვალი, რომელსაც აი ბოლოს წინა თვალთან ერთად მოგხსოვთ, ხო? 1, 2 და ეს მესამე თვალი იქნება ბოლო თვალთან ერთად. აი ამას თავისი კედელი აქვს ქვემოთ, ხო? ესენი ერთად. 1 თავისუფალი თვალი და მოუტრიალდით. ისე უკუღმა რიგში ვართ. ეხლა ამ უკუღმა რიგის შემდეგ კიდევ ერთი რიგი გვაქვს მოსაქსოვი. მე ესე უკუღმა და მორჩა. ფაქტიურად ეს დეტალი, მაგრამ გარშემო უნდა შემოვუაროთ და ესე პრინციპში ძაფი უნდა მოვჭრათ, თავიდან უნდა მივაბად მე, მაგრამ უკვე მალე დავამთავრებთ. ესე იგი უკუღმა რიგში ხო ჩვეულებრივ ბოლო ბიჯის თვალი წინა თვალს ტოვებ და აი მომდევნოში და როგორც გსოვთ ხოლმე აქ დავაბრუნებ ნიშნულს. ესე გაყევით ახლა ეს ნიშნულები იცით რასაც მიგანიშნებს და ისეც მოგსოვეთ. აი უკუღმა რიგის ბოლოში ნახეთ, ბოლო ორი თვალი ერთად და ერთი თავისუფალი თვალი. და როგორც გითხარით, ახლა მოუტრიალდით და აი ბოლოს წინა რიგია ფაქტიურად ეს და გვექნება აქ 8 თვალი. ესე იგი ისევ იგივე წესით. ბიჯის თვალს არ ეხებით, შემდეგ თვალს ტოვებთ და აი მომდევნოში და აი ქვემოთ.
აქ მოგხსოვთ 8 თვალს ამის ჩათვლით. პირველი თვალი და აქ გავაკეთოთ ნიშნული. და კიდევ 7 თვალი. შემდეგ მატება იქნება. ანუ ერთი მატება იქნება აქ, მეორე მატება აქ. აი ამ რიგში და მორჩა. ერთი მოგხსოვე ხო? მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, 7 თვალი გვინდა. 1 2 3 4 5 6 7 და მერვეში ვაკეთებთ მატებას. მერვეში 1 2 აქ მეორე თვალზე რა თქმა უნდა ნიშნული. ეხლა აქეთ 11 თვალი გაქვთ, ჩვეულებრივ მოგხსოვოთ. ეს 11 თვალი მოგხსოვე. მე-12-ში მატება. 1 და 2. აქ ნიშნული. ну ფაქტობრივად აქ მხოლოდ ეს მატება გვაქვს და ამის შემდეგ უკვე ჩვეულებრივ მოგხსოვთ, უბრალოდ ბოლო ორ თვალს ერთად მოგხსოვთ. ესე იგი აქაც 7 თვალი უნდა გქონდეთ. ამის შემდეგ 3 პლუს ბოლო თვალი მერვე. და აი მე-7-ს და მერვეს მოგხსოვთ ერთად, ხო? განახოთ, აი ეს გადმოთვალეთ. ეს მატების თვალი იყო 1 2 3 4 5 6 მე-7 ბოლომდე არ გხსოვთ და მერვე და ერთად. ერთი თავისუფალი თვალი მოვტრიალდით და ვიწყებთ ისე უკუღმა რიგს და ფაქტობრივად აი აქ ვამთავრებთ, აქ უნდა მოიჭრას ძაფი. როცა გავალთ ამ უკუღმა რიგის ბოლოში, პირველი ეს ბიჯის არის, მერე ვტოვებთ და აი აქ შედიხართ და შესაბამისად ქვემოთ. აქ ახლა არ ვიცი, გჭირდებათ თუ ეს ნიშნული აღარ არის საჭირო აქ უკვე, იმიტომ რომ აქ აღარ მოტრიალდებით, ხო? აქ ახლა გსოვთ, ნიშნულის თვალზე იცით როგორც არის, ხო, უკუღმა რიგში, რომ მის წინა რიგის კედელი ერთი აქვთ ნიშნულის თვალს და მის მომდევნოს. ეს ნიშნულის ქვემოთ კედელი და საკმაოდ გაიზარდა ჩანთან. და ესე იგი მომდევნო თვალი და ქვემოთა კედელი აქ საზიარო, ხო? აი წინა თვალთან. აი ეს. კარგით, ესე გავყივით ახლა უკუღმა რიგი, როგორც იგსოვება, იცით. აი გავედი ფაქტიურად სულ ბოლოში ვართ და აი ეს ბოლო ორი თვალი ერთად მოვხსოვე. ეხლა აქ წესით ჩვენ გაგკეთებინა ესეთი ერთი თავისუფალი თვალი და ეს კვანძი იქნებოდა და გამოვაძვრანდით ძაფს. უნდა მოვჭრათ ხო ძაფი. მაგრამ რადგან ეს ცოტა სქელი ძაფია, ნახეთ, აი საკმაოდ სხვილი კვანძი ჯდება, ამიტომ აი მე არ მოგხსოვ ამ ერთ თავისუფალ თვალს და ნახეთ ახლა აი ესე როგორც არის. აქ მოვჭრი ეს ცოტა ესეთ რაღაც ესეთი სიგრძე და აი ესე პირდაპირ გამოვაძვრე, ნახეთ, აი ესე და ეხლა უკვე აი ამის შემდეგ შეგიძლიათ აქ გაატარ გამოატაროთ და საკმაოდ შემომჩნეველი იქნება ამ შემთხვევაში, ვიდრე აი კვანძი რო გაგუკეთებინა, ხო? თქვენს დამეთანხმებით ალბათ ამაში. აი ესე. აქ ჩვენ კიდევ გადავივლით და ეს არ არის პრობლემა, დაიმალება. უბრალოდ ეხლა ჩვენ ეს გვინდა რომ ცოტა აქეთ-იქით გავატარ, გამოვატაროთ და ჩავმალოთ ეს ძაფი.
აი ესე რა იყოს სიგრძეზე, ცოტა გრძელ სიგრძეზე გაყვება, მაგრამ არ აუშავს, იმიტომ რომ მაინც უნდა მივაქსოთ აქ ახლა კიდევ ერთი რიგი გარშემო. ხეთ აი ესე. ესე მიახლოებით თქვენს ესე შეგიძლიათ გააკეთოთ. და კიდევ ერთხელ. აქ შეგიძლიათ მოწვათ თუ გინდათ რომ კარგად იყოს დაფიქსირებული. აი ესეთი გვაქვს ახლა მოდით შეგახედებთ. ხა რომელი იქნება? აი ეს იქნება წაღმა მხარე. აი ესე არ გვინდა ჯერჯერობით. შევხედოთ კიდევ ცოტა დავშორდები. ესეთია, საკმაოდ კარგი ზომის არის. მე დავამატე, ესე იგი როგორც გითხარით, მე მგონი ერთი თუ ორი იგი მე დავამატე. კი, ვიდრე ორიგინალში იყო ეს ნაკსოვი. აი ესე. აი ესეთი გაქვთ და ეხლა ჩვენ დამივაქსოთ, აი ნახეთ განსხვავება. აი ეს არის განსხვავებული, ნახეთ, აი ეს აქ სისქერო მიეცეს, ხო? აი ეს არ გვაქვს ახლა ჯერ მოქსოვილი. კარგით, ამისთვის ეს რაც მოჭერით, ხო, ძაფი? აი იქიდან იმ ძაფის ბოლოს აიღებთ, იმიტომ რომ ის მეორე გორგალი, რომელიც აი დამრჩა, იქ მინდა რომ ეს უწყვეტად ნაკერიც გავაკეთო, რომ ნარჩება ნაკლები ძაფის ბოლოები კონდეს. ეხლა ჩვენ აქ დავიწყებთ, აი ამ პირველი ჩაღამავებული ადგილიდან, ნახეთ? აი აქ ეხლა წაღმომხარება შეხედეთ, აი ეს უგოღმა მხარია, აი ამის მიხედვით ნახეთ, აქ ჩაღამავებული ზოლი აქ. აქეთ უფრო ესეთია, ცოტა ზემოთ ზისო. აი ეს არის ჩემი წაღმა მხარე და აი ესე დავიწყებ ახლა. აი აქ ჩაღმავების ადგილას, აი აქ. აქ მე კვანც არ გავაკეთებ ამ შემთხვევაშიც და ამ ძაფის ბოლოს უბრალოდ ქსოვისას ჩავაყოლებ. აი ესე ამოიტანეთ თავი და ერთი თავისუფალი თვალი. აი ესე, ეს ძაფის ბოლო. ეხლა მე აქ გავყვები და მოგსოვ სამ თვალს ნამატის გარეშე. ესე იგი, ეს იყო ნახეთ, ხედავთ ხო, ჩაღმავებული ადგილი ამობურცული, ჩაღმავებული ამობურცული. აი ამათ გასწვრივ უნდა გავყვეთ და ესე მოგსოვოთ. მე ცოტას მივახავებ, აი ესე. ესე იგი, პირველი იყო ჩაღმავებული ესე იგი ადგილი, იქიდან ამოვიტანე ესე ერთი თავისუფალი თვალი, ხო? ეხლა სამი თვალი. ესე იგი, ნახეთ აქ თავმოყრა ეხედავთ ძაფების და თავზე აქვს კიდევ აი ესეთი ძაფი. აი მან შევალ. ისე შეგიძლიათ აი ასე უფრო განჭოლოთ ჯობია, ნახეთ. თლათ ერთ ძაფში ნუშახავთ, აი ესე. მე ესე გავაკეთე და ეხლა გამახსენდა მეორე ნახევრის შემთხვევაშიც. აი ესე. და თან ძაფის ბოლოს აყოლებთ და ეს ერთი თვალი ნამატის გარეშე. შემდეგ ცოტა ღრმად გაქვთ, აი აქ. მაგრამ მაინც ორ კედელში შევდივარ, ხედავთ? აი ორი კედელი. ეს მეორე თვალი ნამატის გარეშე. ეცადეთ თანაბარი ზომის იყოს ყველა თვალი. ეხლა აქ ისევ ამობურცული ადგილი. აი აქ, აი. კარგად, გავჭოლოთ. აი ესე. ეს მესამე თვალი ნამატის გარეშე. აი ეს. ეხლა მოგხსოვთ ჩვენ თვლებს ნახევრად ნამატით და ესეთი გვინდა 10 თვალი. ისევ ესეთი ჩაღმავების ადგილას ზემოთ, ჩაღმავების ადგილას ზემოთ. 10 თვალი ნახევრად ნამატით, აბა გავხსენოთ. აი ეს ნახზე უნდა გადადოთ ძაფი. ეხლა ჩაღმავებულ ადგილას უნდა შევიდეთ. აი აქ გვიწევს. და გახსოვთ ხო ეს ერთად ყველაფერი. აი ეს არის თვალი ნახევრად ნამატით. ეს ერთი. ეხლა აქეთ. აი აქ ცოტა რთულია ხომ ამის განჭოლა, მაგრამ აი ეს მეორე. აი ეს. ისე ჩაღმავებულ ადგილას მესამე. კარგად მინდა რომ შევიდე. მეოთხე.
მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, თან ეს ძაფი ჩავაყოლოთ, ხო? ეს მერვე, მეცხრე და მეათე. ეს ძაფი, რა თქმა უნდა, აქ წინა მხარეს არ დატოვოთ, ხო? უფრო დამალეთ ეს მორჩენილი ძაფია ჩვენი. ანუ ეხლა ნაკსოვში უნდა ჩააყოლოთ. აი ეს 10 თვალი ნამატის გარეშე გავაკეთე, უბრალოდ ნახევრად ნამატებით გავაკეთე ახლა ბოლოს. თავიდან იყო 1 თავისუფალი თვალი, მერე იყო 3 თვალი ნამატის გარეშე, მერე იყო 10 თვალი ნახევრად ნამატით. ეხლა ჩვენ გვინდა 6 თვალი თითო ნამატით. აბა ნახოთ. ეხლა ჩვენ ზემოთ გავაკეთეთ ამობურცულ ადგილას, ეხლა ქვემოთ გვინდა, ოღონდ ნახეთ თან ეს ძაფია და ერთნაირად რო გამოჩნდეს, ხო? ეს ძაფი მინდა რომ აი ეს. ახლა ჩაღმავების ადგილას შევდივარ. და თვალი 1 ნამატით. აი ესეთი, ცოტა მაღალი თვალია, ვიდრე აქამდე ვგსოვდი, ხო? მეორე. ახლა ღრმად გვინდა. ცოტა ძალიან ღრმად ჩავედი. ასე ღრმადაც არ გვინდა. ეს მესამეა, ხო? ესეთი მაღალი თვალი. მესამე. ახლა აქ მეოთხე იქნება. და კიდევ 2 თვალი. მეხუთე და აი აქ მეექვსე იქნება. მეექვსე. კარგი, და ესე 6 ესეთი სვეტი მოგხსოვე. ეხლა ამის შემდეგ უნდა მოგხსოვოთ ისევ თვლები თითო ნამატით, ოღონდ 1 თვალიდან 2 უნდა გამოვიყვანოთ და ეხლა აქ ასე ვგსოვთ. ესე იგი. აი აქ გვაქვს ჩვენ ნახეთ ჩაღმავებული ადგილი და აი ესეთი ადგილი კუთხის. აი მან ესე ჯერ ჩაღმავებულ ადგილას ამოვიტან, აი აქ 1 ისევ იგივე ადგილას. მეორე, ანუ ეს მატებაა ეხლა ამ ადგილას. რო კუთხის ადგილია. და კიდევ 1 მატება გვინდა აი აქ. ოღონდ ეს უნდა გავაკეთოთ თლათ ერთ კედელში ნუ შეხვალთ და აი აქ რაღაცნაირად უნდა გამოვწელოთ ეს ადგილი. აი ეს. აი ეს ადვილად შევედი სხვათა შორის. 1 ესეთი სვეტი და იგივე ადგილას მეორე. შეხედეთ. მეორე სვეტი. თვალი 1 ნამატით. ეხლა სულ თვლები თითო ნამატით უნდა მოვხსოვოთ, ეს უკვე ძირზე გადავდივართ. ოღონდ აქ განსხვავება ის არის, რომ აქ უნდა მოვხსოვოთ ჯამში 27 სვეტი. უბრალოდ აი აქ გვინდა ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. ნახეთ პირველი თვალი, რასაც ხედავთ, აი ეს არის, ნახეთ, ძირზე. აი ეს თვალია.
აი ესე, ეხლა ესე გსოვთ. ამასში შევდივართ, აი როგორც ადრე ვაკეთებდით, კიდევ ერთი, ანუ სულ 3 კედელი გამოვდით. 1, 2, 3. აი ესე უცნაურად იქსოვება ეს ძირის ადგილი. 1 სვეტი. ისევ თვალი ერთი ნამატით, ხო? ესეთი უნდა გრძელი, იმიტომ სისქე მივცეთ, ხო? ჩანთას რო კონდეს სისქე. განსაკუთრებით ძირის ადგილას. აქაც 3, აი სულ 3 კედელი გექნებათ ხოლმე, ესე შეხვალთ. ხო? არ გაგიკვირდეთ, ესეა საჭირო. ახლა თითო თვალში თითოჯერ. აი ეს. აი ნახეთ როგორ გადავიდა ესე. ეს უნდა მოიკეცოს, რა თქმა უნდა, ეს გვერდითი ნაწილი იქნება. აქაც ნახეთ, ორივე კედელი და კიდევ მესამე ქვემოთ. ასე ჯამში მოგსოვთ 27 თვალი, მერე იქნება ისევ მატება ორჯერ, როგორც აქ დასაწყისში მქონდა, ხო? ერთი თვალიდან 2 სვეტი რო ამოვიყვანე ორჯერ. აი ეს. ყველა თვალში შედით აქ მოკლედ თავარია 3 კედელში, აი ესე. აქეთ 2 კედელი გაქვთ, კიდევ 1 კედელი. აი ეს. აი გავედი მე აი ამ რიგის ესე ვთქვათ ძირი, სადაც ქონდა ჩანთას ამის ბოლოს, ესე იგი აქ სადაც ქონდა ჩვენ პირველად 2 ესე იგი აქ იყო 1 თვალიდან 2 სვეტი, შემდეგ კიდევ მეორე თვალშიც ესევე 1 თვალიდან 2 სვეტი და მერე იყო უკვე თითო-თითო, ხო? აქ მაქვს ესე იგი 27 ესეთი სვეტი. ეხლა ისევ აქაც უნდა გავაკეთოთ მატება. ესე იგი პირველი მატება იქნება ნახეთ, აი იქაც ასეთი ადგილი იყო, ხო? ესეთი თავმოყრა ძაფების. ოღონდ აქ მინდა რომ კიდევ კარგად გავინჭოლო. მარტო ერთ ძაფში არ შევიდე, ნახეთ, 2 ძაფიანი. აი ესე, აქაც თვლები თითო-თითო ნამატით 1 და იგივე ადგილიდან უნდა გამოიტანოთ მეორე კიდევ. მატება ხო, კუთხე გვაქვს და კუთხის ფორმირებისთვის ესე. აი ეს 2 სვეტი ამოვიყვანე. შემდეგ აქ ჩაღრმავებული ადგილია. აი აქ შევიდეთ. აი აქ კედელში. აქაც გჭირდება ესეთივე მატება გავაკეთოთ. 1 და საკმაოდ მჭიდრო ნაკსოვია იქ. ესეც მეორე. აი ეს. ორჯერ გავაკეთე გადაბმულად მატება. ამის შემდეგ ეხლა უნდა მოგსვოთ 6 ასე თვალი თითო ნამატით თითო ესე იგი შესვლაში თითოჯერ. ეხლა აქ ჩაღრმავების ადგილას უკვე გავაკეთე. ეხლა აი ეს ადგილი გვაქვს, ხო? ამას უკვე მე მგონი ცნობთ ასეთ ადგილებს. უბრალოდ ერთ ძაფში არ შეხვიდეთ. თეთ კარგად გავინჭოლოთ. იქ კიდევ ძაფებია და აი ესე, ნახეთ ესე. თვალი 1 ნამატით. ეს 1. სულ გვინდა 6 ესეთი, ხო? 1 მოგსოვეთ. აქაც ესე ორ კედელში შედით, ჩაღრმავებული ადგილია. მეორე. მესამე. ესეთი მაღალი სვეტები გაქვთ. მეოთხე. მეხუთე. და მეექვსე. ნახეთ, აი ესე გამოგვივიდა. ეხლა გჭირდება თვლები ნახევრად ნამატით. აქ ხედავთ, ხო, აი ამობურცული ჩაღრმავებული. ამობურცული აი ყველა ამ წვეროზე, ქვემოთ წვეროზე ყველგან უნდა შეხვიდეთ. ეხლა გვინდა თვლები ნახევრად ნამატით და 10 ესეთი თვალი გჭირდება. ჩაღრმავებულ ადგილას უკვე ვიყავი, ეხლა აი აქ. აი აქ. 1
აი ეს თქვენი თვალი ნახევრად ნამატით, აი ესეთია. 1, ეხლა აი ამ ადგილას 2. აი აქ 3. სასურველია რომ ერთნაირად შეხვიდეთ ყოველთვის. რა ესეთი სახე ერთნაირი იყოს, ხო? ეს 4 იქნება ხო უკვე. აქ ორ კედელში. ისე თვალი ნახევრად ნამატით. ეს 4 იყო. 5. მეექვსე. მეშვიდე. მერვე. მეცხრე. და კიდევ ერთი, ხო, მეათე. აი ესე, ეხლა თუ გაიხსენებთ, თავიდან როგორც დავიწყეთ, ხო, იქ იყო კიდევ და თავიდან 3 თვალი ნამატის გარეშე. აი აქ. ესე. არა, კიდევ კარგად მინდა ეს. ნახეთ, ამ ძაბში კი არ შეხვით, აი, ძაბს და ძაბს შორის კიდევ ძაფია იქ. 2 ძაფია წესით და აი ეს 1. შემდეგ ჩაღრმავებულ ადგილას 2 და ეხლა აქ მესამე უკვე აქეთ უწევს წესით ზემოთ და აქ მე აღარ მინდა ესე იქ 2 ნახევარზეც ესე გამოვიდა. აქ პირდაპირ შემაერთებელი თვალით მინდა რომ დავამთავრო რომ ესე გლუვად იყოს გადასვლა, თორე აქ თუ ეხლა ჩვენ გავაკეთებ თვალს ნამატის გარეშე, ცოტა მაღალი თვალია ეს, ხო? აი ეს ლამაზად რომ გამოგივიდეთ, პირდაპირ შემაერთებელი თვალი. ესე აქ იყოს 3 თვალი ნამატის გარეშე, აქ დავასრულეთ 2 თვალი ნამატის გარეშე და პლუს 1 შემაერთებელი თვალი ბოლო. აქ წესით უნდა მოვუჭრათ, იმიტომ რომ აქ აღარ გჭირდება ნამდვილად, იმიტომ რომ 1 ძაფია, რომელიც 2 ნახევარზეა, ან ეს გამოიყენეთ, ან ის მეორეზე. 2 ძაფი არ გვინდა ესე. ხო, ესე კარგად შემოაგვვალეთ. აი ეს უნდა ესე მისცეს სამგანზომილებიანი ესეთი ფორმა, აი ეს. ეს არის ძირითადი. ეხლა აქ მე მაინც მინდა რომ მე ეს დავამაგრო ნიშანიც, ნახეთ. ძალიან უხდება. საკმაოდ ესე ერთ ფერში არიან. აი ესე მიახლოებით, რაღაც აქ დავსვათ ალბათ. ეხლა ეს 2 ნაწილი, ესე იგი ერთი ესე მოვჭერი ერთზე უკვე ძაფი და ჩავმალე. აი ესე. ეს 2 ნაწილი ახლა უნდა მივაკეროთ. მიქსოვად შეიძლებოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მიკერება უკეთესია. ეხლა გახსოვთ ხომ მიკერების ის როგორ გვინდა, ესე იგი რა კონტურზეც აპირებთ, ასე დაახლოებით 1 ნახევარჯერ მეტი. აი ესე შემოვარეთ, გარშემო უნდა შემოვაროთ, ხო? აი ესე და ნუ კარგით 2 ავიღოთ, ყოველ შემთხვევაში რომ არ დაგვაკლდეს, ხო? 2ჯერ მეტი ავიღე ესე კონტურის ზომა, ეს რაც იყო. აი ესე, ეხლა მოდით ეს გავატაროთ ყაისნაღით და აი ნახეთ აქ გავაკეთებ მე ახლა აი ესე გამოვატარებ უბრალოდ აი ესე აი ეს ბოლოს რაც გქონდა ეხლა ორივე ნაწილი უნდა იყოს ესე იგი გარეთა მხარე სწორად შეხედეთ აი ეს ადგილი აი ამით იცნობთ აქაც ესეთია კარგია ეხლა აქ მიგირჩევთ რომ ცოტა ჯობია გადახვიდეთ ცოტა აქეთ, იმიტომ რომ აქ სადაც ჩაკეტავთ, იმას მე ვეღარ გახსნით ისე ადვილად. ამიტომ მოდით ერთი, რასაც მე აქ გავაკეთებ, აი ეს რომ ასე არ დარჩეს, აქვე ჩავიტან და მე უკან წავალთ. ხეთ აი ესე და
ნახეთ, აი აქ გადმოვიდეთ, ცოტა კიდევ და კიდევ აი აქეთ. ესე იგი ფაქტიურად, აი თუ შეხედავთ, აი საიდან ვიწყებთ, ხო? აი დავიწყებთ მიკერებას აი აქედან. ესე იგი 1 2 3. აქ შემაერთებელ თვალს თუ ჩათვლით 1 2 3 და მე-4-დან. აქაც ესე შევხედოთ კარგად. ეს შემაერთებელი თვალია და 1 2 3 აი აქ მე-4-ში. აი აქ. და აქ კიდევ აი მომდევნოში. აი ესე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება. მოდით, აი ეს თან მიადეთ, აი ეს ორივე. აქ მართალია ეს ცოტა მის მიხედვით როგორ გადაანაწილებთ თვლებს. აი ეს ეცადეთ რომ ერთ სიმაღლეზე მოხდნენ ეს ნაკსოვები ამ რგოლებს. რგოლები ზუსტად ერთნაირი უნდა ქონდეთ წესით, აი ესე. და აი ამის შემდეგ უფრო მარტივია განსაზღვროთ სად ხართ ზუსტად. აი ესე. ესე იგი იმისთვის რომ ადვილად გახსნათ ჩანთა, გჭირდებათ რომ ცოტა ქვემოდან იყოს მიკერება დაწყებული, არა პირდაპირ აი სადაც სახელურებია, ხო, თორე ვერ გახსნით ჩანთას. ძალიან ისეთი მოუხერხებელი ჩანთა გამოგივათ. აი ეს. ხო, აი ესეთი. ცოტა ქვემოთ. ამიტომ ხა ვფიქრობ რომ კიდე ქვემოთ ჩავიტან ამ ძაბს, გავატარებ. ცოტა ანუ ფაქტიურად ესე თუ შეხედავთ, აი ეს შემაერთებელი თვალი იყო და მე 1 2 3 და მე-4-შიც გამოვიტანე. აი ესე. და აქ ახლა მე-4-ში 1 2 3 4. აი აქ. აი აქ უწევს ეს მე-4 ამის. აი აქ გამოვიტანოთ ესე. ახლა აქ უბრალოდ ვაფიქსირებ ჯერჯერობით. აი ესე. ეს ადგილი, გახსნის ადგილი ყოველთვის ის არის ხოლმე ცოტა კიდე მაღლა წყვილში. აი ესე, რომ დავაფიქსიროთ ეს გახსნის ადგილი, არ გამოიწელოს ხოლმე ეს ძაფები თქვენი. უps, ძაფის ბოლო გამოძვრა. ნუ ეს მოსაწვავია, უნდა მოწვათ, რომ ესე არ გაიეშალოს. ძაფის ბოლო გვაქვს შიგნით. აი როცა გახსნით, ნახეთ, აი აქ იყოს კარგად დაფიქსირებული. აი ამისთვის აი ეს ძალიან კარგია თუ რამდენჯერმე შეხვალ გამოხვალთ მაგ ადგილას. აი ეს. თუმცა ჩვენ ახლა ამის შემდეგ მაინც უნდა დავიწყოთ და ესე იგი დავაფიქსიროთ ხოლმე მხოლოდ აი ეს შუა აი კედლები, აი ესე. ახლა ამიტომ მე აი აქ ჩავიტან. აი ესე ამოვიდან თავიდან, ნახეთ. და შემდეგ უკვე აი ესე უნდა ვიაროთ. აი ახლა აქ უნდა ჩაიტანოთ წესით, აი ესე. ფასტურად. აი ესე დაახვიოთ. აი ესე. შემდეგი წყვილი. ხედავთ ხო თითო კედელია ორივე მხარიდან აღებული. შემდეგი წყვილი. ხასე რომ ასე რომ დაგვეწყო თავიდანვე, იქ ძალიან გაიწელება ის ადგილი, სადაც ჩანთას ხსნით. ამიტომ ასე გერჩიოთ. ძაფს გააჩნია, ეს ისეთი ძაფია, რომ ითხოვს ესე ძალიან დაფიქსირებას, ხო. ტრიკოტაჟული ძაფი შეიძლება უფრო მარტივად იქ გამოვიდეს ისეთი. არ დასჭირდეს მაინდა-მაინც ესეთი დაფიქსირებები, ხო? აბა ნახეთ, აი როგორ კარგად არის დაფიქსირებული, აი ეს. და აქაც კარგად მიდის. აი ესე უნდა გაყვეთ ახლა. წყვილ-წყვილად, ესე იგი, ყოველ წყვილში უნდა შეხვიდეთ, აი ესე. მოჭიმეთ თან გზადაგზა, ჯობია გზადაგზა. აი ესე. სადაც შეხვედით, მეორეჯერ ნუღა შეხვავთ, ხო? აი ეს. აქ და აი აქ აყოფილართ. ესე უნდა შემოვუაროთ და ესე იგი სანამ არ მივალთ
ისეთ ადგილას, რომ აი ერთნაირი იყოს დასაწყისი, ხო? ნახეთ, აი როგორც აქ გაქვთ. აი ესეთი ჭრილი გჭირდებათ 1 2 3 4 მეოთხეზე და დასრულება აუცილებლად ორივე კედელში. ამას გაჩვენებთ, ხო? დასრულებაც ესე ორჯერ დააფიქსირეთ, კარგად, როგორც აქეთ. მერე გადავედი, ხო? მე უკვე თითო კედლის იმაზე, აი ესე დახვევაზე და მანამდე ორ კედელს მაშვებოდი, ესე ვახვევდი თავიდან. კარგით, ესე გაყევით და ბოლოს კიდევ გაჩვენებთ. აი ხა მოვედი აი ამ ადგილას და ნახეთ, აი ესეთი ადგილი დავრჩა. აი აქედან თუ შეხედავთ 1 2 3 4 და მეხუთეში მაქვს აი თითო კედელში გატარებული. და ეხლა მოდით აი ესე გავაკეთოთ. აქ მე ჩავიტან ისე აი ამ კედელში, აი ესე ლამაზად რო გამოგვივიდეს. და უკვე შიგნით უკვე ამოვიტან. ნახეთ, აი მეორე ეს უკვე შემდეგია. აი აქ ამოვიტან და მოდით ნახოთ ამის მოპირდაპირეთ რომელი ჯდება, რომ აქაც მინდა რომ აქ გახსოვთ, ასე კი არ ვაკეთებთ უკვე აქ აი გვერდებიდან შევდივართ, ხო? აი ეს კარგად არის ეგ. აი ესე. აი აქ მოჭიმეთ. უკან წავედ ისევ და აი ესე. აი ესე. ზემოდან რო არ იყოს ესეთი ნახვევი ძალიან. ნახვევს რასაც ვაკეთებდით იყო აი ესენი, რომელიც არიან თითო კედელზე, ხო? აი ესე და კიდევ უკან, ანუ ხედავთ ხო, აქ გამოვედი და ისევ უკან ქვემოთ წყვილში ისევ აი ესე. და მე მგონი უკვე კარგი. ეხლა აქ შევიტან და მორჩება, აღარ გამოვალ გარეთ. კარგით. აი ესეთი გვაქვს. ესეთი ნაკსოვი. აქაც რა თქმა უნდა სასურველია რომ მოწვათ ეს აქ მე თან მithumetes კვანძი არ გამიკეთებია მართალია. კვანძიც გასაკეთებელია. ეხლა ერთს რასაც გეტყვით, სანამ მიაქცოთ, აი ეს არის რასაც გახსნით. აი მორჩა, ამის მეც ვერ გახსნით ამ ჩანთას. აი რახან ჩაკერა, ისე გვაქვს ჩაკერილი, ხო? თუ გინდათ რომ უფრო მეტად გაიხსნას, მაშინ ეს ჩაკერვის ადგილები ცოტა ქვემოთ გადაანაცვლეთ, უფრო მეტად გაიხსნება. აი ესეთია. ეს სტილის ჩანთაა. აქ მოწვაზეც რაც შეეხება, ჯობია თავიდან მოწვათ, მე აი მაინდა-მაინც საშუალება არ არის, რომ შიგნით ძალიან ისე ადვილად ჩახვიდეთ. მოსაწვავად, ხო? ასეთია, აი ესეთი ლამაზი ჩანთა არის. ესე დავშორდები. აი საკმაოდ მოცულობა მიიღო, აი მას შემდეგ რაც აი ნახეთ, აი ესე გააკეთეთ და ხედავთ როგორი ფორმა მიიღო. ესეთი მკორევია, ძალიან კარგი. ეხლა თუ გინდათ აი აქ შეგიძლიათ გააკეთოთ ჩამკეტები, აი ამ ადგილებში. თუ არა და ესეც მე ვფიქრობ, რომ ჩამკეტის გარეშეც უკავია თავი კარგად. ერთადერთი აი ამას შეხედეთ თქვენ, როგორ გინდათ რომ თუ გინდათ რომ კიდე უფრო იხსნებოდეს, მაშინ ერთი თვალით ქვემოთ ორივე მხრიდან საასურველია რომ სიმეტრიულად გქონდეთ, ხო? აი როგორც აქ გაქვთ ჭრილი, აქაც ესეთივე ჭრილი იყოს, ხო? ანუ სიღრმე. ერთნაირი სიღრმე გააკეთეთ, რაც მთავარია. აი ეს არის აქ შეგიძლიათ რაღაც დეკორაციული დეტალი დაამატოთ, ან რაღაც ესე ჩამოსაკიდებელი ბახრამა. აი ესე ვფიქრობ ძალიან ლამაზია. ესეთია კლასიკური ჩანთაა და აქ შეგიძლიათ დაამაგროთ აი ესეთი რგოლი, რომელზეც მაგალითად შეგიძლიათ ჯაჭვიც გამოიყენოთ და შეიძლება მოგსოვათ სხვათა შორის. აი აქ. აი ესე ჩავსვათ და აი შეგიძლიათ გადასაკიდებლათაც გააკეთოთ, ან შეიძლება ცოტა უფრო ზემოთაც. მოკლედ თქვენ ფანტაზიაზეა უკვე დანარჩენი მოგიდებული. ასე დადგმითაც დგება პრინციპში, აი ძალიან ისეთია. მოცულობითი არის, აი როგორი ძირი აქვს. აი ეს.
ხელით კარგად შიგნით მიეცით ფორმა და მერე უკვე მის მიხედვით რას ჩაალაგებთ დაიკავებს თავის ფორმას. ესეთი ლამაზი ჩანთა გვაქვს. აი ეს. აუცილებლად სადეთ ესეთი პოპულარული ჩანთა არის. ნახევარმთვარის ეძახიან ესეთი სტილის. კარგით, აბა წარმატებებს გისურვებთ ყველას მოვალ შეხვედრამდე.